როგორც იცით, ხელისუფლებამ ჩვენზე ადამიანებზე ზრუნვის მოტივით გადაწყვიტა აკრძალოს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის იმპორტი საქართველოში. Რა თქმა უნდა, ჩვენი კეთილდღეობისთვის სხვა მოტივი ამაში არ იქნება ხელისუფლებას და ალბათ უნდა რომ ძველი მანქანები გადავყაროთ და ახალი მანქანებით ვიაროთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ახალი მანქანის სიარული ჯობია ძველი მანქანის სიარული. ერთ-ერთი მოტივი აქვს რომ ეკოლოგიაზე ზრუნავენ. აი დავიწყოთ მაქედან, რომელიც მაგათი აზრით ყველაზე ესეთი ძლიერი რაღაც არგუმენტია, რომ ზრუნავენ რაღაც პლანეტის ეკოლოგიაზე და ასე შემდეგ. აი წარმოვიდგინე, რომ როდესაც ჩინეთის ეკონომიკა გუგუნებს, ესე იგი, რა ვიცი, აწარმოებენ ყველაფერს, რასაც დანარჩენი მსოფლიო ალბათ ერთად აღებული. აქეთ რუსეთის ეკონომიკა, აქეთ ყაზახეთი და ჩვენს გარშემო, ყაზახეთი, აზერბაიჯანი თავის ნავთობის წარმოებით ისა ესა და ამ დროს ქართული მთავრობა აი ამ რაღაც გამონაყოფების თუ გამონაბოლქვების შუაგულში ცდილობს რომ ადამიანებს აუგზავნოს მანქანის სიარული. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ სამყარო. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ სამყარო, პლანეტა უნდა გადავარჩინოთ და ასე შემდეგ. ხო, რა დონის სისულელია უბრალოდ. ასე იგი 80% როგორც მე ვიცი, ავტომობილების, დარეგისტრირებული ავტომობილების ჩვენ ქვეყანაში არის 10 წელზე მეტი ასაკის. წარმოვიდგინე რომ 6 წელზე მეტი ასაკის ალბათ რა ვიცი 90%-ზე მეტი იქნება, როგორც მინიმუმ. მაგრამ თუ ზრუნვალზე გადავალთ, ხო მართლა გამოდის რომ ზრუნავენ იმ ადამიანებზე, მაგალითად იმ დიდარ ადამიანებზე, ვისაც ყავს უკვე რა ვიცი, შემოუძველდა მანქანა რაღაც. რესტაილინგი განიცადა, ახალი მოდელები გამოვიდა, მანქანა უკვე 7 წლის არის, ან აი ახლა გახდება 7 წლის მალე და დრო აქ შეცვალოს, ხო? და ხო პრობლემაა ესეთი მანქანის გაყიდვა. თუ დაუშვათ ბაზარია გახსნილი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ამ ხალხს დაეხმარება მთავრობა, რომ კარგად გაყიდონ თავიანთი უკვე შედარებით მოძველებული მანქანები და გადაჭდნენ ახალ მანქანებზე. ეს ერთი პლუსი. ხო, ესეთი დაუნდობელი რო ხარ და არ იმაშები არ ითვლი პლუსებს, მარტო მინუსებს რო უყურებ, ხო? მერე მეორე, აი გადამხოთ, ნახეთ რამდენი ახალი ავტომობილების შემოყვანი კომპანიებია დაახლოებული ხელშეუწყობენ ახალი მანქანების შემოყვანა. რა თქმა უნდა, დაახლოებული მთავრობასთან, ხო? სინამდვილეში, რავი, რომ თუ გადავხედავთ, მე მგონი რთული სანახავი არ იქნება ოცნების შემოწირულებში და ფინანსებლებში, რომ მოიძებნოს ეს ავტოდილერები, რომლებიც სინამდვილეში ძალიან, ბევრია და არ არის ცუდი ბევრი როა. და ამ ბოლო ტრენდების მიხედვით შემოყავთ რაღაც ჩინური მანქანები, შედარებით იაფიანი, შედარებით უხარისხო. მე მაგალითად ვერ დამარწმუნებს, რომ რაღაც ახალი ჩინური ავტომობილი უკეთესია მაგალითად, რა ვიცი, 7 წლის Mercedes-ი ან BMW-ზე. შეიძლება ეს ჩემი რაღაც სტერეოტიპების მიზეზი იყოს, მაგრამ რავი, როგორც მე ვაკვირდები ჩვენ მოქალაქეებს, მათაც ურჩევნიათ რატომღაც Mercedes-ით და BMW-ით სიარული თელი ბავშვობა შეიძლება ადამიანი მაგაზე ოცნებობდა, გესმის და რაღაც იშრომა, შეძლო რაღაც 7 წლის იქნება თუ 10 წლის იქნება ნორმალური თავისი ოცნების მანქანა იყიდოს და აქ თავრობა ეუნება არა. აგერ ჩინური მანქანა მაგალითად ჯობია ეს შეიძინო, ან და აგერ მეორად ბაზარზე ხალხი უკვე უფრო შეძლებული ყიდის თავის მანქანებს და კი ბატონო იხმარეთ